გაუჭირკდა თვალები. რა ვქნათ? ხშირად ახალშობილი ბავშვების დედები ამჩნევენ, რომ ჩულებს მუდმივად ცრემლების სტით ან თვალებიდან გამონადენი აქვთ. ეს, როგორც წესი, დაკავშირებულია თანდაკოლეთ ცრემლსადენის არხის გაუვალობასთან, რომელსაც დაკრიოსტენოზი ეწოდება. ნორმაში ცრემლი ცრემლსადენის არხით ცხვირისკენ მიედინება. ამ მდგომარეობაში არხი ბოლომდე არ არის გახსნილი და შესაბამისად, მუდმივი ცრემლდენა ჩნდება. მშობლები ასევე უჩივიან წამწამებსა და ქუთუთოებზე ძილის შემდეგ დიდი რაოდენობით ქერქების გაჩენას და ქეთყვითელ გამონადეს. ამ დროს თვალი მთლიანად არ უნდა იყოს გაწიფლებული, შეიძლება მხოლოდ ქვედა ქუთუთოს მცირე სიწითლე იყოს რეგულარული ხახუნის გამო. ნეონატალურ პერიოდში დაკრიოსტენოზი შეიძლება საერთოდ არ გამოყინდეს, რადგან ბავშვები ცრემლებით კირილს ცოტა მოგვიანებით იწყებენ. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? 90% შემთხვევაში ცრემლსადენის არხის პირველადი დახშულობა თავისით გაივლის 6-დან 7 თვემდე. დანარჩენი სტენოზები 2-3 შემთხვევაში წლის ასაკამდე გაივლის. წლის შემდეგ უკვე ნაკლებად სავარაუდოა. თუ სიმპტომები ბავშვს ძალიან არ აწუხებს, უბრალოდ შეგიძლიათ დაელოდოთ, სანამ თავისით გაივლის. ასევე ეფექტური არაქირურგიული მკურნალობის მეთოდია ცრემლსადენის არხის მასაჟი. მასაჟი სრულდება თვალის კუთხეში, ცხვირის პროექციაზე ზომიერი წნევის გამოყენებით. რამდენიმე წამის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, სანამ ჩივილები არ გაქრება. მაგრამ რა ვქნათ, თუ სიმპტომები ძალიან შემაწუხებელია, ან ინფექცია მუდმივად ერთვის. არსებობს ქირურგიული მკურნალობის მეთოდი, ცრემლსადენის არხის ზონდირება. ის გამოიყენება მუდმივი სიმპტომების შემთხვევაში, ან თუ 6-დან 12 თვემდე თავისით არ გაივლის. პროცედურას ატარებს ოფთალმოლოგი, სულ 2-3 წუთს გრძელდება და ზოგჯერ პირველი მცდელობა შეიძლება უშედეგო იყოს, რის გამოც საჭიროა განმეორებითი ზონდირება. რომელ ასაკში ჭობია ქირურგიული მკურნალობის დაწყება, ეს სადავო საკითხია, რადგან 6-დან 10 თვემდე პროცედურა სწრაფად ტარდება და ყოველთვის არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. მეორე მხრივ, ბევრ ბავშვს ლამდე ისედაც გაუვლის ყველაფერი. ანუ რისთვის გვჭირდება ზედმეტი ჩარევა. ამავე დროს წლის შემდეგ ოპერაცია მხოლოდ ზოგადი ანესთეზიით ტარდება. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ოფთალმოლოგი, კლინიკური სურათისა და მშობლების სურვილების გათვალისწინებით. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჩირქოვანი გამონადენი. მწვანე ჩირქოვანი გამონადენი სხვა ინფექციის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში მიუთითებს იმაზე, რომ ცრემლსადენის არხში სითხე დაგროვდათ, ამ სითხეში სისტემატურად ხდება მიკროორგანიზმები, რომლებიც იქ მრავლდებიან. ამ გადაჭარბებული ბაქტერიული ზრდის კონტროლში შეიძლება დაგვეხმაროს ადგილობრივი ანტიბიოტიკები თვალისწვეთების სახით. ჩვეულებრივ, ისინი ინიშნება მოკლე დროით და მხოლოდ მაშინ, როდესაც გამონადენი უხვია და დღის განმავლობაში მუდმივად აღინიშნება.